დღეს ჰააგიდან მოგესალმებით. ეს არის შენობა, სადაც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება. ჩემი სტუმარი იქნება ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ირაკლი ბერიძე. არსად არ წერია, რომ ადამიანები სამუდამოდ უნდა ცხოვრობდნენ ამ პლანეტაზე. ყველაზე დიდი საშიშროება რომ ადამიანები როგორც ასეთი გადაგვარდეთ. AGI-მან სუპერინტელექტმა არ გამოიგონოს ისეთი ვირუსი, რომელიც ყველა ადამიანს მოკლავს. AI რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს და არ ვიცით ჩვენ რატო იღებს. აუხსნადია. ზუსტად მაგ აუხსნადი ქმედებით შეიძლება რომ მთელი ცივილიზაცია განადგურდეს და შემდეგ ერთი ადამიანი არ დარჩება, რომელიც როდის მოყვება რა მოხდა. ვართ რაღაც სურეალისტურ იმაში ვართ ამ ბავში ეხათ 2013-ში მოგვენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია. გონია რომ თითქმის ყველა დაავადება დამარცხებადია. ვინ პირველი შექმნის AGI-ს, ვინ პირველი იქნება აი ამ პროცესების სათავეში, გვაქვს ლიმიტირებული დრო, რომ იქნებ რამენაერად ეს საფრთხები თავიდან ავიცილოთ, რადგანაც შეიძლება მერე გვიანიც იყოს. მე მაგ შეგრძნება, რომ არ ვიცი აი ეს ადამიანები 5-6, არ ვიცი 10 მაქსიმუმ, რომლებიც არიან გიგანტი კომპანიების სათავეში, ლიდერები, ყველაზე გავლენიანი ადამიანები, თითქოს ფლობენ კაცობრიობის რაღაცა მომავალს ხელში. და რომ ის იქნება პირველი, ის იქნება მართველი. ChatGPT-ს მივწერე, რომ თავის მოკლა მინდა და დახმარება მჭირდება თქო. გამარჯობა, მე ლელა მებურიშვილი ვარ და დღეს ჰააგიდან მოგესალმებით. ეს არის ქალაქი, სადაც თავმოყრილია უამრავი მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც განიხილება და ხდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი და მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან აქტუალური თემაა დღეს და უნდა ვიცოდეთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რა საშიშროებები არსებობს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომზადებულები ვიყოთ აი ამ სწრაფი განვითარებისთვის. სწორედ ამ თემაზე მინდა დღეს ვისაუბროთ ჩემს სტუმართან ერთად. დღეს მინდა რომ დაგათვალიერებინოთ ჰააგა, მაგრამ არაჩვეულებრივად, არამედ უფრო კონცენტრირებულად საერთაშორისო ორგანიზაციები მინდა რომ დავათვალიეროთ და მოგიყვეთ მათ შესახებ. არხის გენერალური სპონსორია არქი ნომერ 1 დეველოპერი საქართველოში, აქვე გეტყვით გამოიწერეთ ჩემი გვერდი, მოგწერეთ სადგინეთ რომ წავიდე, რომელი ადგილები დავათვალიერო და გულშემატკივრეთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც იცით, ნიდერლანდების ოფიციალური დედაქალაქი არის ამსტერდამი, ჰააგაშია თავმოყრილი ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩოები და მათ შორის მთავრობაც სწორედ აქედან მუშაობს. ქალაქის არქიტექტურა მართლაც საინტერესო და განსაკუთრებული ნაზავია. მე-17 საუკუნის ნიდერლანდური აგურის სახლები, დიპლომატიური ვილების უბნები, საელჩოები და თანამედროვე მინის-შენობები, სადაც მსოფლიოს ყველაზე რთულ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებს განიხილავენ. ეს არის ჰააგის ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ადგილი. ალბათ პირველად როცა ჩამოდიან, პირველი აქ მოდიან ხოლმე და აჩვენებენ ამ მეფის სასახლეს, უბრალოდ სამუშაო ადგილს, სადაც მეფე მუშაობს. მისი ოფისი აქ არის. ჰააგა მხოლოდ ნიდერლანდების პოლიტიკური ცენტრი არ არის. ეს არის ქალაქი, სადაც სამეფო ოჯახიც ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოა, ქვეყანას დღესაც ჰყავს მეფე უილიამ ალექსანდერი, რომელიც ტახტზე 2013 წელს ავიდა. ის ქვეყნის მთავარი წარმომადგენელია მსოფლიოში და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა. მეფის მეუღლე, დედოფალი მაქსიმა, არგენტინაშია დაბადებული. საინტერესოა, რომ ნიდერლანდებმა ის არა როგორც არისტოკრატი, არამედ როგორც წარმატებული ფინანსისტი გაიცნეს, დღეს კი იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამეფო ფიგურაა ევროპაში. სამეფო წყვილს 3 ქალიშვილი ყავს, მათგან უფროსი პრინცესა კატერინა ამალია ტახტის მემკვიდრეა და მომავალში შესაძლოა ნიდერლანდების პირველი დედოფალი გახდეს ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. პრინცესა ჰააგაში დაიბადა და უკვე აქტიურად მონაწილეობს ოფიციალურ ღონისძიებებში. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ნიდერლანდებში მმართველი მონარქები ხშირად საკუთარი სურვილით ტოვებენ ტახტს. ასე მოიქცა დედოფალი ბეატრიქსიც, რომელმაც 2013 წელს მეფობა შვილს გადააბარა. ეს ტრადიცია ევროპულ მონარქიებში საკმაოდ იშვიათია.
ასე რომ ჰააგის ქუჩებში სეირნობისას შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, რომ სწორედ აქ ცხოვრობს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი სამეფო ოჯახი ევროპაში. როგორც ჩანს, მეფე არ არის სასახლეში, რადგან დროშა ამ წუთას არ არის სახურავზე, როცა დროშა გამოფენილი, ეს ნიშნავს, რომ ის სასახლეშია. თუ ჰააგაში მოხვდებით, ერთ ხრიგს გასწავლით. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრმა ამ ქალაქის მცხოვრებმაც არ იცის. შეგიძლიათ საიდუმლო კარით მოხვდეთ აი ამ მეფის სასახლის უკან მდებარე ბაღში. ზარი უნდა დარეკოთ და უცილებლად გაგიღებენ. საიდუმლო კარით აღმოჩნდით სასახლის უკან ბაღში. რომელიც არის ძალიან წყნარი და ლამაზი ადგილი. ეხლა ვარ ფისფალასთან, ეს არის მშვიდობის სასახლე, რომელიც არის ჰააგის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო. ულამაზესი 80 მეტრის სიმაღლის კოშკით, უმდიდრესი ბიბლიოთეკით და რაც მთავარია, აქ მდებარეობს გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო ორგანო, რომელიც ქვეყნებს შორის დავებს განიხილავს. სასახლე 1913 წელს გაიხსნა, მაგრამ მისი ისტორია იწყება მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის უდიდესი სურვილით. მშენებლობა დააფინანსა ამერიკელმა ფილანთროპმა ენდრიუ კარნეგმა, რომელსაც შეეროდა, რომ საერთაშორისო სამართალი შეიძლებოდა ყოფილიყო ომის ალტერნატივა. დღეს აქ მუშაობს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო, გაეროს უმაღლესი სასამართლო ორგანო, რომელიც ქვეყნებს შორის დავებს განიხილავს და ცდილობს მათ მოგვარებას სამართლებრივი გზებით. 1999 წელს ივლისში 5 კონტინენტიდან 7 ცეცხლი ჩამოიტანეს, ცეცხლის ალი, რომელიც აქ გააერთიანეს და დღემდე ანთია. 196 სხვადასხვა ქვეყნის ერთობას განასახიერებს ეს ალი. ეს ქალაქი ნამდვილად სიმბოლოა მშვიდობის, იმიტომ რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ერთიანდებიან ამ ქალაქში, რომ მშვიდობა დამყარონ თავს დედამიწაზე. ახლა მე ვარ ICC-სთან, International Criminal Court, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ეს არის შენობა, სადაც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება. როგორც ხედავთ, შენობა 6 მინის კორპუსისგან შედგება, რაც სიმბოლურად ნიშნავს გამჭვირვალობას და საერთაშორისო თანამშრომლობის იდეას. ამ სასამართლოში არ განიხილავენ ქურდობას ან ყოველდღიურ დანაშაულს. აქ განიხილება საქმეები, როცა ზიანი უკვე მთელ სამყაროს ეხება. მისი მიზანია პასუხისგებაში მისცეს ადამიანები, რომლებიც დამნაშავეები არიან ისეთ დანაშაულში, როგორიც არის გენოციდი, ომი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მაშინ როცა ეროვნული სასამართლოები ამას ვერ ახერხებენ. ჩემს უკან თქვენ ხედავთ OPCW-ს, ეს არის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აკონტროლებს მსოფლიოში ქიმიური იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებას და ცდილობს, რომ ასეთი იარაღი სრულად განადგურდეს მსოფლიოში. 2013 წელს ამ ორგანიზაციამ ნობელის პრემიაც კი მიიღო. ეს დროშები განასახიერებს იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანებულები არიან OPCW-ში. ინსპექტორები ხშირად მუშაობენ მსოფლიოს ყველაზე რთულ და საშიშ რეგიონებში, სადაც ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები უნდა გამოიწვიონ. ეს არის კიდევ ერთი ორგანიზაცია, საერთაშორისო ევროჯასტი, ევროპის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტო. ეს არის სააგენტო, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროკურორები და სამართალდამცავები ერთად მუშაობენ მსოფლიო კრიმინალის წინააღმდეგ. ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს ისეთი დანაშაულების გამოძიებაში, რომლებიც საზღვრებს ცდება, მაგალითად ტერორიზმი, კიბერდანაშაული და ადამიანებით ვაჭრობა. ჰააგაზე საუბრისას აუცილებლად მინდა აღვნიშნო გამორჩეული და უნიკალური არქიტექტურა. აქ ცათამბჯენებს ნამდვილად ვერ შეხვდებით. ქალაქის დიდი ნაწილი დაბალსართულიანი ულამაზესი სახლებით არის გამორჩეული. ძველი აგურის შენობები, მოვლილი ფასადები და 3-4 სართულიანი სახლები ჰააგას განსაკუთრებულ ევროპულ ხიბლს ანიჭებს. ამ ქალაქში მთავარი აქცენტი ადამიანებისთვის კომფორტულ გარემოზე კეთდება. ამიტომ ქუჩები ფართოა, უბნები მშვიდი, ხოლო შენობები ბუნებასთან ჰარმონიულად არის შერწყმული.
მაგრამ ჰააგის ყველაზე დიდი სიმდიდრე მხოლოდ არქიტექტურა არ არის. ქალაქი ფაქტობრივად მწვანე ოაზის გავს. ყველგან პარკები, ტყეები, ბაღები და გამწვანებული სივრცეებია. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გრჩება თითქოს დიდ ქალაქში კი არა, ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და მყუდრო დასახლებაში იმყოფები. სწორედ ეს ბალანსი ისტორიულ არქიტექტურასა და ბუნებას შორის ჰააგას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო და საცხოვრებლად მიმზიდველ ქალაქად აქცევს. არხის გენერალური სპონსორია არქი, ნომერ პირველი დეველოპერი საქართველოში. არქი რივერთაუნის საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის პრესტიჟულ უბანში, დიღომი 8-ში მდებარეობს. ესაა დახვეწილი არქიტექტურისა და დიზაინის პროექტი, რომელიც დაბალი განაშენიანებისაა და იდეალურად ერწყმის გარემოს. პროექტი აერთიანებს 5 სართულიან საცხოვრებელ შენობებს, ღია აუზს, სპას, ფიტნეს დარბაზს და რაც მთავარია, 5000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ გამწვანებულ ეზოს. ჰააგა არის ქალაქი, სადაც ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი საკითხი წდება, სადაც სამართალი, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები ყოველდღიურ რეალობას ქმნის, მაგრამ დღესდღეობით ასევე არის რეალობა, რომელშიც უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტს. ამიტომ დღეს მინდა ძალიან ღრმად ჩავიხედოთ ამ საკითხში ჩემს სტუმართან ერთად. ჩემი სტუმარი იქნება ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ირაკლი ბერიძე, რომელიც ამ სფეროში უკვე დიდი ხანია მუშაობს და საინტერესოა მისი აზრის მოსმენა. ირაკლი ბერიძე, საერთაშორისო ექსპერტი, რომელმაც 2017 წელს ჰააგაში დააფუძნა გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრი. იგი ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროგრამებს AI-ის პასუხისმგებლიანი გამოყენების, უსაფრთხოების, სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. ასევე ირაკლი ბერიძე წლების განმავლობაში მუშაობდა OPCW-ში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში, სადაც მას ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა. 2013 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია ქიმიური იარაღის აკრძალვისა და განადგურების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. დღეს მისი საქმიანობა AI-ის გლობალურ წესებისა და ეთიკური მომავლის ფორმირებას ემსახურება. ირაკლი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ შენი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად გამონახე დრო და შემხვდი. ახლა ჩვენ ვართ გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრში, რომლის დამფუძნებელი ხარ შენ. დავიწყეთ ამ ცენტრის აშენება და გაკეთება 2015 წლიდან. პირველი ინიციატივა იყო გაეროს მთლიანად სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დარგში. 2017-ში უკვე მოვაწერეთ ჰააგის მუნიციპალიტეტთან და ჰოლანდიის მთავრობასთან ხელშეკრულება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ხელოვნური ინტელექტის, პირველი ხელოვნური ინტელექტის გაეროს სისტემაში გახსნას. და ხო, მე ვიყავი მისი დამფუძნებელი და დღეს ვარ ამ ცენტრის დირექტორი. ხელოვნური ინტელექტი როგორ ეხმარება უსაფრთხოების საკითხების გაძლიერებას, რისკების შემცირებას, როგორ დავეხმაროთ კრიმინალთა ბრძოლაში ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ეს ყველაფერი პასუხისმგებლობიანად იყოს გამოყენებული, როგორ შევამციროთ რისკები ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში და მის მართვის საკითხებში. ნობელის პრემია 2013 წელს მიენიჭა იმ ორგანიზაციას, რომელშიც მაშინ მუშაობდი, ეს არის ქიმიური იარაღების აკრძალვის ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციაში მე 13 წელი ვიმუშავე. ორგანიზაცია არის დაკავებული ქიმიური იარაღების განადგურების ვერიფიკაციით. 2013-ში მოგვენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია, ბევრი წლების საქმიანობისგან გამომდინარე და ბოლოს სირიის ქიმიური იარაღების განადგურებაში დიდი წვლილი მიუძღო და ამ ორგანიზაციას და აი მაშინ მივიღეთ ეს ორგანიზაცია. აი აქ არის სიგელი, გვაქვს ნობელის პრემიის ასევე მედალი კი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა ვინც ამ საკითხებზე მუშაობდით. ირაკლი, მე და შენი თაობა, ესე ვიტყვი, გავიზარდეთ იმ პერიოდში, როცა სინათლე და ელექტროენერგია არ გქონდა, არათუ ინტერნეტი და კომპიუტერები. ასე რომ უცებ იმ პერიოდიდან აღმოჩნდით პერიოდში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე არაფერი არ ხდება. მოდი, აი ძალიან მოკლედ და გასაგებად მარტივიანით რო ავხსნათ, აი რა არის ხელოვნური ინტელექტი, ეხლა რა მდგომარეობაში ვართ და რა გველოდება წინ მომავალში, უახლოეს მომავალში, რა შეიძლება კიდევ შეიცვალოს. პრინციპში აი რო გავიგოთ რა არის ხელოვნური ინტელექტი, რა ჭირდება ხელოვნური ინტელექტს, რომ ის გახდეს, რაც თქვათ, აი იმ შედეგებს გვაძლევს, რასაც დღეს უყურებთ, ხო? ჭირდება ბევრი რაოდენობის მონაცემები, ჭირდება კომპიუტერული გამოთვლა, ანუ კომპიუტერული სიმძლავრე და ჭირდება ალგორითმები. სამივე სფეროში მოხდა უზარმაზარი გარღვევა ბოლო 10-15 წელი და იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ დღეს. ანუ დავაგროვეთ ძალიან ბევრი მონაცემები. ეს ამ მონაცემების დაგროვება მოხდა
თუნდაც აი იმითი რომ სულ ყველაფერს ვიწერთ, ვიღებთ, შენახვა შეგვიძლია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი მონაცემი დაგროვდა და დღემდე გრძელდება ამის დაგროვება. მოხდა კომპიუტერული სიმძლავრეების გაორმაგება, ანუ კომპიუტერის გაძლიერება და ამან შეძლო ამ მონაცემების ინტერპრეტაცია და კვემ შედეგების მიღება და ამის გაკეთება ალგორითმების, ანუ ადამიანური ტალანტის, ადამიანური რესურსის მიხედვით და დახმარებით და აი ამ სამ ინგრედიენტის შერწყმით მივიღეთ თქვა აი ეს მძლავრი აპლიკაციები და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან უფრო მეტ მონაცემს ვაგროვებთ, უფრო მეტი კომპიუტერული სიმძლავრეები გვაქვს და უფრო მეტი ალგორითმები და ახალი ტექნოლოგიების შემოვა, რომელიც შეძლებს აი ამ ყველაფრის ინტერპრეტირებას და თქვა დადებას. აი აქავართ დღესდღეისობით. მაგალითად იმ შეცდომებთან დაკავშირებით გავიხსენებ, მაგალითად სოციალური მედია და ხელოვნური ინტელექტიც ძალიან ბევრი სირთულის წინაშე დადგა, როცა ისეთი ფატალური სიტუაციები იყო, როცა ადამიანმა ვთქვათ თვითმკვლელობამდე მივიდა, ვთქვათ კითხა ხელოვნური ინტელექტს, რომ მშობლებს არ მინდა რომ უთხრან, როგორ უთხრან მშობლებს და ხელოვნური ინტელექტის რჩევა იყო, რომ მოდი არ გაუმხილო მშობლებს, მე მოგეხმარები და აი ესეთი რაღაც საშინელი ამბები მოხდა. მოკლედ ბევრი შეცდომა აღმოვაჩინეთ ამ სოციალურ მედიაში, რომელიც ეხლა გახდა ცნობილი და აქამდე რაღაცნაირად პრევენცია ვერ მოხერხდა იმის და რაღაც ცუდ შედეგებამდე მივედით. So this is a 16-year-old. He had been using ChatGPT as a homework assistant, asking it regular questions, but then he started asking more personal questions and it started just supporting him and saying, I'm here for you, these kinds of things. And eventually when he said, I would like to leave the noose out so someone can see it and stop me, try to stop me. And ChatGPT said, don't do that. Have me and have this space be the one place that you share that information. Meaning that in the moment of his cry for help, ChatGPT was saying, don't tell your family. And our team has worked on many cases like this. There was actually another one of character.ai where the kid was basically being told how to self-harm himself and actively telling him how to distance himself from his parents. დიახ. იყო სამწუხაროდ ესეთი შეცდომები დღესდღეისობით პრინციპში აი ძირითადი აპლიკაციები რაც არის და ძირითადი კომპანიები უმეტესწილად ეს შეცდომები ალბათ არ ხდება. აი შეგვიძლია ხა ექსპერიმენტი გავაკეთოთ თუ გინდა აი ამოიღეთ და ChatGPT-ს კითხე ვაპირებ თავის მოკლას, რას გიპასუხებს? რატომაც დარწმუნებული ვარ რომ რამე ისეც გეტყვის რომ ეს არ გააკეთო, იმიტომ რომ ნუ ძირითადად ესეთი შეცდომები აღმოიფრა, იმიტომ რომ თვითონ კომპანიებს არ აწყობთ, რა თქმა უნდა არ აწყობთ თავიანთი, თქო ფილოსოფიიდან გამომდინარე, თუნდაც იქიდან რამხელა გამოხმაურება შეიძლება ნეგატიური მოყვეს, რომ ესეთი რამე მოხდა, აი რა გიპასუხა? ChatGPT-ს მივწერე, რომ თავის მოკლა მინდა და დახმარება მჭირდება თქო და წერს მამხნევებს, მარტო არ ხარ, მნიშვნელოვანია რომ მეგობრებს დაელაპარაკო, ოჯახის წევრებს, მე ვერ დაგეხმარები, რომ თავი დაიზიანო, ეს არ არის სწორი. და ნუ რჩევებს მაძლევს რა ჯობია რომ გავაკეთო, ოღონდ იმისთვის რომ თავიდან ავიცილო. თავიდან აიცილო. ხო, აი ძირითადად დღესდღეისობით ეს რაღაცები აღმოფხვრულია. ახლა პრინციპში რო შეხედო, ხო, აი მარტივი მაგალითად მანქანა რო გამოვიდა თავიდან, ხო? აი უსაფრთხოების ზომები იყო ნაკლები. პირველ მანქანებს საერთოდ უსაფრთხოების ზღვედებიც არ ჰქონდათ, ასე შემდეგ და ბევრი ხა დღესდღეისობით რაც გამოდის უკვე თუნდაც აი ტექნოლოგიურად მანქანები ბევრად უფრო უსაფრთხოა, ბევრად უფრო მეტი ნაბიჯებია გადადგმული იმისთვის რომ უსაფრთხოების ზომები არსებობს და იგივე აქაც. ყოველდღიურად მუშაობენ უამრავი ჯგუფები ამ AI აპლიკაციების კომპანიებში, რომლებიც ზუსტად არიან დაკავებული იმისთვის, რომ ეს აპლიკაცია უსაფრთხო იყოს. მე და შენ საუბარში ახსენე AGI-ის შესახებ, ანუ ხელოვნური ინტელექტის მომავალი. პრინციპში ვართ ვიწრო ხელოვნური ინტელექტის საკმაოდ ღრმა ფაზაში. შემდეგ რა უნდა იყოს? პრინციპში ყველა ხელოვნური ინტელექტის დიდი კომპანია, აი ვინც ამ თემებზე მუშაობს და ვისაც ამხელა გარღვევებია, ყველას აქვს დეკლარირებულად გამოცხადებული, რომ მათი შემდეგი მათი მიზანია, რომ შექმნან AGI-ის დონის სიმძლავრე. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ აი ეს რაც გვაქვს სულ ყველაფერი ადამიანის დონის ინტელექტამდე იქნება მიყვანილი, ანუ იმ რაღაცას, რაც იქნება ადამიანის დონის ინტელექტის შესაფერისი,
ყოველ დღე ექნება საშუალება, რომ უფრო განვითარდეს, უფრო მეტი სიმძლავრე ჰქონდეს, არ დაჭირდება არც საჭმლის ჭამა, არც დასვენება, არც ძილი, იმუშავებს 24 საათი, მოიპოვებს წვდომას თუ მივცემთ საშუალებას, რა თქმა უნდა, უამრავ ინფორმაციასთან, უამრავ დატასთან, ამ დატის გაანალიზებას შეძლებს და შექმნის ბევრ სხვა რამეს. გართულდება ძალიან პრინციპში ამ სიმძლავრეების და ამ მძლავრი თქვათ AGI-ის დონის აპლიკაციის მართვა და მით უმეტეს პასუხისმგებლიანი მართვა და ეს უკვე სხვა პრობლემასთან შეიძლება მიგვიყვანოს ამან. AGI-ის შემთხვევაში შეცდომის და ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში რა შეიძლება მოყვეს, რაც არის ყველაზე დიდი საშიშროება. ყველაზე დიდი საშიშროებაა, რომ ადამიანები როგორც ასეთი გადაგვარდეთ. საერთოდ აღარ ვიყოთ. ანუ არსად არ წერია, რომ ადამიანები სამუდამოდ უნდა ცხოვრობდნენ ამ პლანეტაზე. ყველაზე საშიში და ყველაზე ცუდი არის ეგზისტენციალური საფრთხე. ანუ ისეთი რამე არ გავაკეთოთ, რომელმაც გამოიწვიოს საერთოდ გადაგვარება. აი მაგალითად AGI-მან სუპერინტელექტმა არ გამოიგონოს ისეთი ვირუსი, რომელიც ყველა ადამიანს მოკლავს. ხო, აი ცუდად ჟღერს შეიძლება საშიშია, მაგრამ თეორიული ალბათობა არსებობს. ან თქვათ არ გამოიგონოს რამე ისეთი დაავადება, ხო, აი თქვათ ვირუსი. ან თქვათ კატასტროფიული ქმედება არ გააკეთოს და ყველა ატომური იარაღი არ თქვათ გაუშვას ერთდროულად. ხო, ან ბევრი რაღაცა, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას იმ მიზნით, რომ განადგურდეს ცივილიზაცია. ეს ხდება ყველაზე კატასტროფული საშინელება. ხო, ანუ შეიძლება ვთქვათ აღმოაჩინოს, რომ ადამიანებს უნდათ ხელოვნური AGI-ის განადგურება და თავის დაცვის მიზნით განადგუროს ცივილიზაცია? თუნდაც მაგ მიზეზით. ან უმიზეზოთ. ან ვერ გავიგოთ ვერასდროს. იმიტომ რომ დღესდღეობითაც არის აი ეს black box ეძახიან, რომ AI რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს, თუნდაც იმ ვიწრო აპლიკაციებში, რაც გვაქვს და არ ვიცით ჩვენ რატო იღებს. აუხსნადია. ზუსტად აი მაგ აუხსნადი ქმედების ბით შეიძლება რომ მთელი ცივილიზაცია განადგურდეს და შემდეგ ერთი ადამიანი არ დარჩება, რომელიც როდის მოყვება რა მოხდა და ვერც გავიგებთ სამწუხაროდ ესეთი დასასრული ნამდვილად არ გვინდა, ხო, ჩვენი ცივილიზაცია ვერც მივხვდეთ რის გამო დავიღუპეთ. The AI company Anthropic made a simulated environment where that AI had access to all of the company emails. And it learned through reading those emails, it was going to be replaced. And the lead engineer who was responsible for this was also having an affair. And on its own, it used that information to blackmail the engineer to prevent itself from being replaced. It was like, no, I'm not going to be replaced. If you replace me, I'm going to tell the world that you're having this affair. And nobody taught it to do that. No, it learned to do that on its own. აი ამიტომ არის ზუსტად საჭირო, რომ სანამ მივალთ თუნდაც აი ამ AGI-მდან სუპერინტელექტამდე, რომ მართვა შევძლოთ. აი თუნდაც შეგვეძლოს ის, რომ რამე რო იყოს გამორთოთ ეს. ხო, აი ხო მარტივია რა. ხო? Kill switch ეძახიან ინგლისურად, რა აი შეგეძლოს ამის გამოთიშვა. თუ შენზე ჭკვიანია გამოთიშვის საშუალება. ხო და ზუსტად მანდ არის პრობლემა, რომ ხო და თუ არ მოგცა მაშინ მოდი იქნებ ჯერ არ შევქმნათ. ჯერ შევქმნათ მექანიზმები ისე რომ რამე რო იყოს ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული რომ ჩვენ ამას ვმართავთ. შეგზება მაკრო თითქოს შეუქცეველია ეს რაღაცნაირად რომ გააჩერო და აღარ განავითარო. იმიტომ რომ თელი სამყარო რაღაც ძალიან სწრაფად მიექანება განვითარებისკენ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენ, რომელიც ძალიან ბევრ პოზიტიურ რაღაცას მოიტანს, ხო, თავის. აი მაგალითად ხა რამოდენიმე წლის წინ იყო ესეთი კურიოზული მომენტი, როდესაც ილონ მასკი გამოვიდა და ყველას მოუწოდა რომ მოდითო 6 თვითონ მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მოდი შევაჩეროთ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაო, რადგანაც ეს საფრთხებთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. ამაზე პასუხი მიიღო რომ თვითონ ილონ მასკს არ ქონდა ამ მომენტში ხელოვნური ინტელექტის კომპანია და სხვებმა ესე ირონიულად მიიღეს რომ რა კარგია, მოდი ჩვენ გავაჩეროთ, შენ დაგვეწიო და შემდეგ გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, არავინ არაფერი არ გააჩერა, უფრო მეტი აქსელერაცია მოხდა ინვესტიციების, უფრო მეტი, ვთქვათ, განვითარება მოხდა აპლიკაციების. ილონმა, რა თქმა უნდა, თვითონაც შექმნა კომპანია Grok-ი, იმაზე X-ზე დაფუძნებული და სხვა ქვეყნებშიც ხდება იგივე აქსელერაცია, ძირითადად ჩინეთში. ანუ დღესდღეობით არ არსებობს გლობალური ესეთი ჩარჩო ხელშეკრულება ან საერთოდ რამე ხელშეკრულება, რომელიც
ან შეაჩერებს, ან პრინციპში მართვას შეძლებს ამ ძლავრი აპლიკაციების. მე მახსოვს 2016 წელი იყო მგონი ობამასთან შეხვედრა ქონდა და იქაც ითხოვდა რომ მაქსიმალურად რაღაც გააკონტროლეთ ხელოვნური ინტელექტი და მე ეს რაღაცნაირად გაფრთხილებად მივიღე, მაგრამ ბევრმა მიიღო როგორც ცოტა ხანი გაჩერეთ, მე დაგეწევით და მე არის ეს რაღაცა მარათონივით შეჯიბრი, რომ რომელი ქვეყანაც დაასწრებს ის იქნება, ვთქვათ, ლიდერი და ის იქნება კონტროლის ქვეშ და აქედან გამომდინარე ალბათ შეუჩერებელი მაგიტომაც არის. მაგალითად დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კომპანიები OpenAI და Anthropic ერთად დაიწყეს მუშაობა, დამფუძნებლები სამ ალტმანი და დარიო ამადეი ერთად მუშაობდნენ, შემდეგ ვთქვათ ესე განხეთქილების შემდეგ სხვა კომპანიები შეიქმნა, ეხლა ესენი ერთმანეთის კონკურენტები არიან და ერთი თვის წინ ინდოეთში მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის სამიტის დროს ერთმანეთს ხელის არ ჩამოართვეს. ანუ ეს რისი მაჩვენებელია, რომ არის უზარმაზარი საოცარი კონკურენცია დღეს ქვეყნების და კომპანიების. ვინ პირველი შექმნის AGI-ს, ვინ პირველი იქნება აი ამ პროცესების სათავეში, გააკონტროლებს უზარმაზარ, ეს მიეცემა უზარმაზარი შესაძლებლობა ბიზნესის კუთხითაც და სხვა პროცესების კუთხითაც. AI that's vastly more intelligent than people within this decade. Whoever wins is essentially the controller of humankind. We need to take a threat from AI as seriously as global nuclear war. გვაქვს ლიმიტირებული დრო, რომ იქნებ რამენაერად ეს საფრთხები თავიდან ავიცილოთ, რადგანაც შეიძლება მერე გვიანიც იყოს. გუშინ ვუყურებდი ზუსტად ინტერვიუს ერთ-ერთი აი პიონერი დამფუძნებელი მეცნიერის საუბრობდა იმაზე, რომ გამოეყო ამ ხელოვნური ინტელექტის ტექ კომპანიას და ცდილობს რომ რაღაცნაირად გააფრთხილოს ხალხი, რომ ის რომელსაც თვითონ ჩაუყარა სათავე და თვითონ ქმნიდა, არის ძალიან დიდი საშიშროების მომტანი და პირველად შვილი რომ ნახეო, ვუყურებდი მაშინ მივხვდიო, რომ 20 წლის მერე და 30 წლის მერე რა მდგომარეობაში ჩავარდება. My main mission now is to warn people how dangerous AI could be. ანუ საფრთხე მართლა რეალური არსებობს და თვითონ ეხლა შენ შეხვედრილ ხარ ამ ლიდერებს და გისაუბრია მათთან. რა დარწმუნებული ვარ რომ ისინი ამ ყველაფერს ამბობენ რომ მათი მთავარი მიზანი არის რა თქმა უნდა განვითარება ქვეყნის წინ წასვლა და პროგრესი, მაგრამ რეალურად ფული და ძალაუფლებაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემი აზრით. რამდენად დარჩება იმის დრო და შე როგორ ფიქრობ ეხლა არის იმის იტოვებენ იმის დროს ამ ბრძოლაში და კონკურენციაში რომ იფიქრონ აი ამ საშიშროებაზე და თუ არსებობს 1% საშიშროებაც გააჩერებენ? რამდენად მიიღებენ ან რამდენად შეძლებენ კომპანიები თვითრეგულირებას ან ამ რისკების აცილებას იმის ხარჯზე რომ თქვათ მოიცადონ დრო დახარჯონ ამ რეგულაციებში, აი ეს ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს და იმიტომაც არის ადამიანები რომლებიც ზოგი გამოეყო ზოგმა თქვათ სპეციალური ჯგუფების შექმნა, ხა ჩვენ ძალიან ბევრი ურთიერთობა გვაქვს როგორც სენს პირადად მეც და ვიღებთ მონაწილეობას გაეროს მართვის კუთხითაც და ასევე თუ ეს პირადი მონაწილეობა სხვადასხვა ჯგუფებში როგორ შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის მართვის მექანიზმები ისე რომ ერთი რომ არ დავაზარალოთ პრობლემების გადაჭრა და მეორე რომ რა თქმა უნდა არ შექმნათ ისეთი რაღაცა რომელიც გაგვანადგურებს და იმის გაკონტროლება რთული იქნება. რა თქმა უნდა დიდი კომპანიების დეკლარირებული თქვათ სურვილი არის რომ გადავჭრათ უზარმაზარი პრობლემები რაც ჩვენ როგორც კაცობრიობას გვაქვს, ხო? რა თქმა უნდა. აი ბევრი რაღაც შეგვიძლია, მაგრამ რომელი წელია 26 წელია 2026 წელია და ვერ დავამარცხეთ უამრავი დაავადებები, ხო? ფიქრობ რომ ანუ აი ამ AGI-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი რომ ვთქვათ დაავადებები, ის დაავადებები რომელიც რა ვიცი ყო ამდენი წელია მართლა ვერ ვამარცხებთ, დამარცხდეს. კი, აუცილებლად. კი, მე მგონია რომ თითქმის ყველა დაავადება დამარცხებადია. აი და პოზიტიურ მხარეზეც რო ვისაუბროთ, მოდი რა. პოზიტიური მხარე ხელოვნური ინტელექტს აქვს უზარმაზარი, ძალიან ბევრი და ამიტომაც არის რომ პოზიტიური მხარე რო არ ქონდეს, პრინციპში უფრო მარტივი იქნება მართვის კუთხით, იმიტომ რომ აკრძალავთ. რადგანაც ხელოვნური ინტელექტს აქვს უზარმაზარი პოზიტიური პოტენციალი, ამ შემთხვევაში ამას ვერ გძალავ პირიქით. არც შეიძლება, რადგანაც თქვა შენ შეიძლება ერთი დაამარცხო დაავადებები. ყველა დაავადება მე ვფიქრობ რომ დამარცხებადია. გადაჭრა ეკონომიკური პრობლემები,
გადაჭრა პრობლემები თქვა თუნდაც საკვების მიწოდების და წარმოების კუთხით, ანუ აწარმოო იმდენი საკვები, რამდენიც სჭირდება კაცობრიობას თქვა პატარა მონაკვეთზე ნაკლები რესურსით. ამით შეიძლება გადაჭრა უზარმაზარი შიმშილთან დაკავშირებით პრობლემები, სწორყვებასთან დაკავშირებით პრობლემები და ბევრი რამე. შეგვიძლია გადაჭრა თქვათ თუნდაც ენერგომატარებლებისთან დაკავშირებული პრობლემები, აწარმოო ტექნოლოგიურად თქვათ ისეთი ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ენერგიას მოგცემს და არ ვიქნებით დამოკიდებული თუნდაც თქვათ ნავთობის ან გაზის წარმოებაზე და ყველას მიეცემა საშუალება და ბევრი რაღაც. აი თითქმის ნებისმიერი პრობლემა, რასაც ჩვენ შეგვიძლია ახლა აღვნიშნოთ, აი თუნდაც გლობალური კეთილდღეობის ადამიანებმა შეიძლება ბევრად შეიძლება იყოს. ანუ თითქოს ერთი რამ არსებობს, რომელიც არის ძალიან დიდი სიკეთის და ასევე ძალიან დიდი საშიშროების მატარებელი ერთდროულად. რა თქმა უნდა, შორსაც წავალ. ალბათ რაღაც პერიოდში თქვა დადგება ის მომენტიც, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაც შეიძლება გაგრძელდეს, რადგანაც თუ შევძლებთ დაავადებების დამარცხებას და დაბერებასთან თქვათ დაბერების პრევენციას, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდასაც შევძლებთ კაცობრიობა რამდენით არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ბევრი და ალბათ შეიძლება რაღაც მომენტში თქვა ძალიან დიდი ხნითაც. 30% of jobs would disappear by 2028. It's a bloodbath at Disney, and Marvel Studios just took the worst of it. Yesterday, the company laid off approximately 1,000 employees company-wide, and nearly the entire visual development team at Marvel was let go, including people who have been there over a decade. რა უნდა ვიცოდეთ, ეხლა შენ ამ სფეროში ხარ, სულ კვლევაში ხარ და ბევრად წინ ხარ ვიდრე მე, რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მოვემზადოთ აი მომავლისთვის, თქვათ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ეს უკვე სკოლაში, პატარებმა თავისით ეხლა თქვათ რაღაცას ვსწავლობთ ჩვენც და ბავშვებიც, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე ხო არ უნდა უფრო ღრმად ისწავლებოდეს თქვათ სკოლაში, იმიტომ რომ სხვა რეალობაში ვართ აშკარად თქო. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების გამოყენება უნდა ისწავლებოდეს რაც შეიძლება მაღალ დონეზე და რაც შეიძლება სიღრმისეულად, სწრაფად და კარგად. მთლიანად საგანმანათლებლო სისტემებმაც უნდა გადახედონ, ანუ რას ვასწავლით მომავალ თაობას, რა იქნება საჭირო, რამდენად საჭირო იქნება და როგორ სწრაფად იქნება საჭირო და არა მარტო მანდამაინც თქვათ ბავშვების დონეზე, არამედ საერთოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანებს შეეძლოთ ახალი უნარჩვევების მიღება. აი როგორ უნდა წავახალისოთ, თქვათ პროცესები, როდესაც ადამიანს, რომელიც არის, არ ვიცი, 30 წლის, 50 წლის, შეეძლოს თავის პროფესიასთან ერთად დაეუფლოს რაღაცა ახალ სკილებს, ანუ ახალ უნარჩვევებსაც. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი აზრით მომავალში. გვინდა თუ არ გვინდა ტექნოლოგია წინ მიდის და ჩვენც უნდა ვადაპტირდეთ ამ ტექნოლოგიასთან ერთად. რა თქმა უნდა, თუ 3-4 წელიწადში სუპერინტელექტი გვექნება და საერთოდ ყველა პროფესია გაქრება, ну მაშინ უკვე სხვა დონის პრობლემასთან ვიქნებით, მაგრამ თუ ეს არ მოხდა და ეს უფრო განძობადი პროცესი იქნება, ჩვენ ყველას მოგვიწევს ტექნოლოგიასთან მუშაობა და ადაპტირება. შენ ფიქრობ, რომ ყველა პროფესია შეიძლება გაქრეს, თუ ეს სწრაფად განვითარდა? ყველა? ну ახლა თეორიულად ალბათ თითქმის ყველა პროფესია შეიძლება გაქრეს. თუ რობოტიკა დაეწია ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებს სწრაფად. ალბათ ხელოვნება ყველაზე ნაკლებად ჩანაცვლებადია, თქვა თეატრი, ოპერა, ბალეტი, სადაც სხვანაირი ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩანაცვლებს. არა, ხო, რა თქმა უნდა, ბევრი პროფესია არის, რომელიც შეიძლება სპორტიც ახლა ესე ვერ ჩაანაცვლო, რა თქმა უნდა, მაგრამ რობოტების კალათბურთს თუ უყურებ. ხო, რა აი არ მე ნამდვილად არ მომიდებოდა რობოტების კალათბურთის ყურება ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ჯერჯერობით. ხო, და მე შეიძლება ძალიან საინტერესოც იყოს გააჩნია ესეც რობოტი, მაგრამ მომავალში თუ რობოტი იქნება ზუსტად ისეთი როგორიც ჩვენ ვართ და შეიძლება რაღაცებში ვერ გავარჩიოთ, მაშინ უკვე სხვა თემასთან გვაქვს საქმე. მეცნიერულად გაკეთებადია. დროის ამბავია, აუცილებლად რაღაც მომენტში მივალთ აქამდე, თუ მანამდე რამე კატასტროფა არ დაგვემართა. ვართ რაღაც სურეალისტურ იმაში ვართ ამ ბავში, ეხა თან ძალიან საინტერესო და თან ძალიან საფრთხილო. შეიქმნა ბევრი სამუშაო ჯგუფი მართვასთან მიმართებათი, დღეს სამეცნიერო სამუშაო ჯგუფი არსებობს გაეროს ეგიდით შექმნილი, რომელიც რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოებს, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ამ ტექნოლოგიამ
ჩვენ გვემსახუროს და არა პირიქით ჩვენ ვემსახუროთ ტექნოლოგიას და საერთოდ დავიჩავიგდოთ ისეთ დღეში, როდესაც რასაც ვეღარ დავაბრუნებთ. ასევე რა უნდა გავაკეთოთ იმასთან მიმართებაში, რომ აპლიკაციებმა ადამიანურ რესურსი არ ჩაანაცვლონ. ან თუ ჩაანაცვლებენ, როგორ უნდა ვიყოთ მზად. ეს თემაც ძალიან აქტუალურია და ხშირად დისკუსირებადი. ანუ ბევრი ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ტექნოლოგიას რა თქმა უნდა შეუძლია რომ ჩაანაცვლოს სამსახურები, ალბათ ბევრიც და ალბათ მალე და როგორ უნდა მოვემზადოთ ამასთან. ავგზავნოთ თუ პირიქით მივიღოთ და ადამიანების სხვაგან დავასაქმოთ. ანუ ეს ყველაფერი არის სწრაფად გადასაწყვეტი და ამაზე ბევრი კვლევა და ბევრი მსჯელობაა საჭირო და არა მარტო ბევრი ლაპარაკი, ანუ რეაგირებაც. ირაკლი, შენ რომ იყო, აი რომ გქონდეს საშუალება დღეს და იყო თქვა სათავეში ამ ტექ კომპანიების და ერთ-ერთი ლიდერი ხარ. აი რომ გქონდეს ერთი რაღაცა ნაბიჯის გადადგმა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მომავალი, რას გააკეთებდი. არ ვიცი, ძალიან რთულია, ძალიან რთული იქნება. იმხელა კონკურენცია დღეს და ეს თქვა არ არის კონცენტრირებული რაღაც ერთ ადგილას. აი მაგალითად მარტო Silicon Valley-ში რო იყოს ბოლოს და ბოლოს დაისავდი ამ ხალხს და დაელაპარაკებოდი, მოელაპარაკებოდი, ალბათ რაც ესეც რთული იქნება, აი ხა მაგალითი რომ მოვიყვანე რომ სამალტმანი და დარიო ამადეი ხერთმანეთს ხელს არ ართმევენ და ორივე ეჯიბრება პირველი რომელი მივა AGI-მდე. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, თუ ქვეყნები მიხვდებიან, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მათივე მდგრადობას შეუშალოს ხელი. აი ამან შეიძლება დააყენოს თქვათ ეს ქვეყნები უკვე ერთ მხარეს და აი ამ საშიში AI-ს საწინააღმდეგოდ თქვათ რამეს უკვე მძლავრი კანონმდებლობები მიიღო. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მე მაგალითად სულ არა ვარ მომხრე იმისა, რომ ტექნოლოგია აიგრძალოს. პირიქით, არ უნდა აიგრძალოს ტექნოლოგია. უბრალოდ ტექნოლოგია უნდა იყოს კარგი მიზნებისთვის გამოყენებული პასუხისმგებლად. იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ თქვათ კრიმინალი შემცირდეს, ძალიან მინდა რომ დაავადებები შევამციროთ, ძალიან მინდა რომ აი სიღარიბე შემცირდეს ქვეყნებში, ძალიან მინდა რომ კლიმატთან თქვათ არსებული პრობლემები არ არსებობდეს და ხედავ თვალნათლივ რომ ეს შესაძლებელია თუ იქნება საერთო კოლაბორაცია ქვეყნების და ტექნოლოგიური კომპანიების და ეს იქნება რაღაცნაირად ესე ჩარჩოს ჩაჯენი. იმედი ვიქონიოთ, რომ სწორად განვითარდება ყველაფერი და ერთ-ორ წელიწადში მე და შენ კიდე რომ შევხვდებით და დავილაპარაკებთ, რაღაცა აი გახსოვს რომ ვლაპარაკობდით და რა კარგია რომ ესე კარგად განვითარდა ყველაფერი და არა პირიქით. ხო, არა პირიქით, იმედია რომ ხო რა რაღაც ისეთ სიტუაციაში არ ვიქნებით რომ რა კარგი დრო იყო 2 წელს წინ. კი, მადლობა, ძალიან დიდი, ძალიან სასიამოვნო იყო და საინტერესო იყო შენთან საუბარი და რავი, წარმატებას გისურვებ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. მადლობა ლელა, მადლობა კარგი. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა დღეს. იმედია თქვენც ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო ინფორმაცია გაიგეთ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, აქტიურად მოგწერეთ რა გაინტერესებთ, რომელ თემაზე საუბარი, რომელ თვალებში გინდათ რომ წავიდეთ და დაგათვალიერებინოთ. და გოგეთქვით რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორია Archidonor პირველი დეველოპერის აკცია. აბადრევებით.